მოგესალმებით მეგობრებო, როგორც ყოველთვის დღეს პირამდეს ვარ უკრაინელების აქციაზე. მიუხედავად იმისა, რომ რაღაც 28 პუნქტიანი შეთანხმება გამოცხადდა და წესი და კანონით უკრაინელებს თურმე გული უნდა გაეტეხათ, პირიქით იმუშავა ამან, პირიქით იმუშავა და მათი ბრძოლისშინარიანობა არის აწეული და პირიქით იძახიან, რომ ჩვენ უკვე იმდენი სოფლი გავიგეთ, ახლა უკან დათმობა არის იმ სულების ღალატი, ვინც ამ ომში დაიღუპა, არა ათასობით ადამიანი, ათასობით ბავშვია დაღუპული, ათასობით მეომარია დაღუპული და არავითარი უკან დახევას არ აპირებენ და მინდა ერთი რამ გითხრა. ამ წუთას უკრაინაში ზოგიერთ ადგილას -10 გრადუსი არის და სანგრებში არიან გაყინულ სანგრებში არიან ჯარისკაცები და ისინი არ ნებდებიან და ისინი იბრძვიან. ჩვენ რა უნდა დაგვიმართოს ისეთი, რა უნდა დაგვიმართოს ისეთი, რომ არ ვიბრძოლოთ და ასეთ კრიტიკულ და გადამწყვეტ სიტუაციაში არ დავაწყაროთ დავამარცხოთ რუსეთის იმპერია. მე ამაში ვარ დარწმუნებული. ამაში ვარ დარწმუნებული, რომ ამ ადამიანებს შანსი არა ვერ გატეხავენ და ბოლო გამოკითხვებით ყველა ეთანხმება ომის გაგრძელებას და არავითარი კომპრომისზე წასვლას არ ეთანხმება უკრაინაში ცხოვრები ადამიანების 70%-მდე და ნუ ამგესთან საერთოდ საუბარი შეიძლება სიტყვა დათმობაზე. არ აპირებენ არავითარ დათმობას, აპირებენ ბოლომდე გამარჯვებას, ისევე როგორც ქართველთა უდიდესი ნაწილი აპირებს ბოლომდე გამარჯვებას. მადლობთ ყურადღებისათვის.